დედაქალაქში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში სადღესასწაულო განწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის 96 წლის თავს აღნიშნავს. ხალხის ნაკადი არ წყდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება ჩვენი ორი ჯგუფი, ამჯერად თამარ ბუბაშვილი ჩაგვერთვება რუსთაველის გამზირიდან პირდაპირ ეთერში. თამარ, როგორ ზეიმობს დედაქალაქი 26 მაისს? რუსთაველის გამზირზე დილიდან საზეიმო განწყობა, აქ თანდათან უფრო მატულობს მოქალაქეების რიცხვი. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს კონცერტი, ასევე სპორტული ღონისძიებები, მოიწყო თეატრალური მსვლელობა. აქ ასევე ყველა სამინისტროს აქვს წარმოდგენილი საკუთარი სტენდი. აქ მოსულ მოქალაქეებს შეუძლიათ ნახონ როგორც ტექნიკა, ასევე დააგემონონ ქართული ღვინო, სამზარეულო, ასევე შეიძინონ და დაათვალიერონ ქართული ხელნაკეთი ნივთები. განსაკუთრებით საინტერესოა ჯანდაცვის სამინისტროს სტენდი, რადგან აქ მოსულ მოქალაქეებს თავისი სურვილისამებრ შესაძლებლობა ექნებათ პირველადი გამოკვლევა ჩაიტარონ. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, იცოდეთ საუკეთესოს ქვეყნის გაერთიანებას, წინსვლაზე წარმატებას. მეორე, ჩვენ სამინისტრო წარმოადგინა ის დანაყოფების გარკვეული ნაწილი, ის შეიარაღება, ის ტექნიკური საშუალებები ჩვენს გაგვაჩნია. თქვენ თავად შეგიძლიათ მოინახულოთ, გაერთობით საინტერესო არის. მთელი რიგი კომპანიები აქ არის წარმოდგენილი, საკუთარი პროდუქციით, ეს არის ქართული ღვინო, თაფლი, სხვადასხვა ტიპის ყველი, ასევე სხვა პროდუქცია, ჩურჩხელა, სხვა ტრადიციული პროდუქცია. შესაბამისად, ჩვენ მოქალაქეებს, ზეიმის მონაწილეებს შეუძლიათ დააგემოვნონ, ასევე შეიძინონ ეს პროდუქცია. მე ვარ თიხით წარმოადგენელი. მაქვს ფიალები, მაქვს ფოთლები, რელიეფები, სუვენირები, პატარა ზარები. ახლა ვატარებ მასტერ-კლასს. რომ დაინტერესება იყოს პატარა ბავშვებს ძალიან მოწონთ და თუ არ ნახავენ ისე ხელშეწყობა მოხდება იმისი, რომ ადამიანმა თავის საყვარელი პროფესია აღმოაჩინოს და სამომავლოდ დასაქმდეს კიდეც. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას. ძალიან გავერთეთ და ძალიან გვიხარია. ბუშტი, რომელსაც ჩვენ მოხდეს გავუშვებთ საში, შემდგომ მასში ჩავწერთ სურვილებს და ამ სურვილებს გავატანთ ამ ბუშტს. დღეს ღონისძიებები საღამომდე გაგრძელდება. დღის მთავარი ღონისძიება კი დაგეგმილია თავისუფლების მოედანზე, სადაც იგეგმება წვევანდელთა ფიცის დადება. იქ იმყოფება ახლა ჩემი კოლეგა ლევან ჩუკოშვილი. ლევან, მოგესალმები, დაიწყო თუ არა უკვე მან ღონისძიება და რაც მთავარია, მოვიდნენ თუ არა უკვე წვევანდელები? წვევანდელები უკვე მოვიდნენ თავისუფლების მოედანზე, რაც შეეხება მთავარ ღონისძიებას. დღის მთავარი ღონისძიება დაიწყება ზუსტად 1 საათში. სამხედროები უკვე იკრიბებიან მოედანზე და როგორც გითხარით, რამდენიმე წუთი რჩება მთავარი ღონისძიების დაწყებამდე. აქ უკვე დამონტაჟებულია სპეციალური ტრიბუნა, რომელზეც გამოვა რამდენიმე წუთში ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი და ისინი აქ შეკრებილ ადამიანებს მიმართავენ სიტყვით, ასევე გაშლილია წითელი ხალიჩაც. როგორც გითხარით, სულ რამდენიმე წუთი რჩება ღონისძიებების დაწყებამდე. თავისუფლების მოედანზე უკვე თითქმის ყველაფერი მზად არის და როგორც გითხარით, უკვე აქ იმყოფებიან წვევანდელებიც. რამდენიმე წუთში საზეიმო ღონისძიება უკვე ოფიციალურად დაიწყება. საქართველოს უელსამ დამოუკიდებლობის დღეს და ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს შეიარაღებული ძალებში შესვლა. ჩვენ ვიხილავთ ფიცის მიღებას, წლევანდელი სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ ფიცს და ჩაირიცხებიან შეიარაღებულ ძალებში ოფიციალურად. სამომავლოდ მე გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, მთელ საქართველოს მიულოცავ მას. დღეს დილიდან საზეიმო განწყობაა როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე თავისუფლების მოედანზე. აქ გამოფენილია თავდაცვის სამინისტრო, შეიარაღება და ტექნიკა. მე ახლა გაჩვენებთ თუ როგორ გამოიყურება ამ დროისათვის მოედანი. აქ არის ტანკები, უპილოტო თვითმფრინავები და შესაბამისი სხვადასხვა ტექნიკა, რომელიც წარმოადგინა თავდაცვის სამინისტრომ. აქ დილიდან იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და ათვალიერებენ ამ ტექნიკას, იღებენ სამახსოვრო ფოტოებს და ამბობენ, რომ დღევანდელი დღით არიან ძალიან კმაყოფილები, იმიტომ რომ მათ საკმაოდ ბევრი რამ ნახეს დღეს როგორც რუსთაველზე, ასევე თავისუფლების მოედანზე.
ის უფრო განწყობა სილაღის, სიყვარულის და სიკეთის. ეს არის ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს. იყოს მშვიდობიანი სახეები და იყოს ღიმილი და ლამაზ თვალები. დღევანდელ დღეს მიულოცა ყველას, მთელ საქართველოს ამთლიანებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, წინსვლას და უფრო ლამაზ და მშვიდობიან ქვეყანაში ეცხოვროს ჩვენს მომავალ თაობას. დავათვალე ტანკების სურათებია და ვიღე შევადარი ყველაფერი რობოტები ნახე, აგერ იმებიც წავედი, მცენარეულიც ნახე. ყველაფერი მომეწონა, საერთოდ ძალიან ლამაზია ყველაფერი. დღის მთავარი ღონისძიების დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, იმას რასაც მე და ჩემი ოპერატორი ვნახავთ ცოცხლად, თქვენ ნახავთ იმედის ეთერში, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ მოახერხებთ ადგილზე მოსვლას და პირადად ნახვას ღონისძიებებს. დიდი მადლობა, ლევან ჩუგოშვილი საუბრობდა თავისუფლების მოედინა, სადაც 1 საათში წვევამდელები ფიცდადებენ და ქრონიკა პირდაპირ ეთერში